ეხლა არ იფიქრე. ძალიან დაწევაც არ მინდა. წონას იკლებ ან რაღაც. არა, მაგიტო ეხლა ვივარჩვით და რაც შეჯიბისთვის გჭირდება. ხო, მაგიტო შემოვედი. ნეوازაც საცინას ვიზავ. ჭრალებებზე პატარა სისტრაფესაც გავაკეთებ, რაღაცებს გდებებს. რა ხო. შერავ. დავდგეთ, აბა. მთელი ვარჯიშის მიმართულება იქნება მოწყობილი ძირითად გუნდზე, გოგოებზე და ბიჭებზე, ვინც ევროპაზე ასპარეზობს და ასე რომ როგეთქვიან მოდი, წადი, დებები მომეცი თუ რაც იქნება, არავინ არ დავიზავ. დღეს ამათ ჭირდებათ მიგვერჩიქობა, ხო თქვენთან ჭირდებათ ამათ მიგვერჩიქობა. წონის მკლებლებს ინდივიდუალური ვარჯიშის საშუალება ექნებათ და იბიას მაგალითად საკონტროლო აქვს, თუშაც გამოიყენებს სვატკებს და მაქსიმალურად დაუდგებ გვერდში. კარგად რა. კაცი მეხმარება. ყველა შეჯიბზე წლებია უკვე 4-5 წელია. მეორე ძმაკაციც, მაგრამ იმან ოპერაციები გაიკეთა ხრისტა. დროებით ვერ არიან, მაგრამ ჩვენი ძმა მომზადებს ყველა შეჯიბრისთვის. ენერგია არ გაქვს რა, წყალს ვერ სვავ, საჭმელს ვერ ჭამ იმდენს და ენერგიები აღარ გაქვს. რთულია. მაგრამ დღეს სისწრაფეზე და თითების მიჩვევაზე ვართ, რომ შეჯიბრისთვის კარგად ვიყოთ. წონა გვაქვს კარგად, ხვალ გვაქვს აწონები და ისეთი წონა მაქვს, რომ სულ არაფერი ვქნა, ხვალ წონა ვიქნები. დღეს სულ უკად ვარჯიშობთ. 9 საათი საკმარისია. წონა კარგად გაქვს, ხო? ძალიან მაგარად. კაი ფორმაში ვარ თან. შენს კარგად ხარ გითხო? კი. კარგად დავიკელე მეც. მაშინ. კვალიფიკაციის. სენსეი რა შეეხს? თავარი ეგაა. ყველაფერი კარგად იქნებაო. სენსეი გონი. ცოტა ნერვიო. გონი ყველაფერი კარგად. წონის კლება ვაფშე არ გეტყობა რა, ჯანზე ხარ. ისე იმ ჯანზე ხარ, რაც იყავი ჩაულებულა. რაც მქონდა? კი, ბიჭო, აი რა, ძალიან ჯანზე ხარ. მიჭოდა ხელის გაშვება. ხოძე ხარ, ფორმაში.
და თვითონ ვარჯიშზე რას თქვი? სანამ კლებას დავიწყებდი ვარჯიშს და კლებაში ვარჯიშს თვითონ პროცესზე. როგორ წავიდა ყველაფერი? კლებაშიც არაფერი არ გჭირვებია ვაფშე რა. ყველაფერი ისე მინდიოდა როგორც დავგეგმეთ რა და კარგად მინდიოდა რავი და კარგად ჩანს რავი ფორმაში ხარ შეულებრივად. შენაერ ჯანზე მე არავინ არ მყავს ნანახი. შენაერ ჯანზე შენი ტექნიკი, შენი ასაკი, შენი შედეგები სტაჟი. ასე რომ არა ეს ყველაფერი დავივიწყე რა, პროსტა შედი და შენი თავი იყავი და იგარე რა. მეტი არაფერი არ. იმის გეტყოდი. ხო, მაგის იმედი გაქვს შენც. შენი თავის იმედი ქონდეს. შო. ლაშა მასწავლებელი ჩვენი მამა მარჩენალი, მოდი ლაშამას. გითხარი რამ? გიორგი სარდალაშვილი არის გენეტიკურად უძლიერესი პიროვნება. კამერამენი რა უნდა გყავდეს ჩვენც რო. მაგალითად რამდენი გამოუიარეთ თუნდაც ვარჯიშზე რა. გასამახვილებელი ყურადღების რო გაგვაძლიერა. და ნახე ჩვენ გონებებში არსებობს და გვაძლიერებს ახლა ეგეთი მომენტები, მაგრამ ხანდახან გავიწყდება ხო ან სხვა ადამიანს ვისაც გინდა რომ გაუზიარო მაგ მომენტის გამოცდილება. რაღაცაირად ვერ ხარ იმ დონემდე მობილიზებული რომ გაიხსენო ეს მომენტი და ეს ვიდეოები რო იქნება ფაქტიურად აღარაა საჭირო ჩვენი გაზიარება ყველაფერი უფრო ნათლად იქნება გადაცემული მომავალ თაობას და თან როცა იღებენ როგორი გაივარჯიში მიდის მაშინ. სპორტსმენები თავგანწირვით კამერაზე რომ მუშაობენ და მაგარო ფულს რო იდენენ და მე მგონი რომ ახლა კიდე დამატებითი მწვრთნელის ფუნქცია შეიძლება შეითავსოს კამერა. მაგრამ ეგეც რომ გაუბრალოვდება, აი მე რა გვეშველება. ჩემი აზრით მართლა გულშემატკივარი ეხა ამას ვინც უყურებს ყველა დარწმუნებული ვარ რომ ამ იდეას მიესალმება რა. ყველას აინტერესებს რა. დღეს როგორ მე დროს გავიყვანე ხვალოთ სადაც ჩავაბარებ წონას. მიშკარავა. თითების გამო ვიარჯიშე უფრო რა. ხო, ხელები გავხსენე. კუნთი არ მოვადუნე. როგორ ჩაიარა მზადებამ. ტრამვები რაღაცა არის გუნდში. კარგად ჩაიარა ხოდა ცირედი ტრამვები, რაც ძიუდოსთვის ყოველდღიურობაა. მაგრამ ყველა ოპტიმალურ ფორმაშია ახლა. ხათა შორის როგორც მწვრთნელები მთელი პროცესი როგორც ჩვენ ოჯახს მოწყვეტილები, ჩვენზე გადმართულები ექიმების მასე არიან და რაც ევალებათ იმაზე მეც აკეთებენ მაგალითად ჩვენი გიო, ათუკა დიმა და კიდევ ვინც არიან ექიმები, ყველა იმაზე მეც აკეთებს რაც ევალებათ და დასაფასებელი არის მათი შრომა. ბიჭებო მოვერიდოთ აქეთ წონებს ვიკლებს. დასპაზმული, დასრესილი არა გაკუთები, კარგად ყველა ათოზე აი ფეხები, წვივები, რომელიც ყველაზე მეტად იჭიმება ხოლმე წონის კლების დროს, კარგად არის, დილად არის. პუნთის მასა შენარჩუნებულია. პუნთის მასა შენარჩუნებულია კი. ძირითადად ცხიმის ხარჯზე დავიკელით და ო ერთი თვე სწორკვებაზე ვიყავით. ხან უცხოეთში ხან აქ და მაინც ასე თუ ისე გავართით თავი. საკუთარ კედლებში ვიბრძვით, ორმაგი мотиваცია არის. ორმაგი და ათმაგი პასუხისგებლობა არის და ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით. მაგარ ჯანზე ვარ. ხალარი აწონები. ვიცი ხოდა. ვაიტი შევიდა. და სო ხალა არ ვიარში. კაია, დანარჩენი ვიცი ისე. ბიჭები ცდილობენ მაქსიმალურად გვერდში დამედინენ. იციან წონის კლება რაც არის და მისაუბრებიან, ну, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ერთ ადამიანსაც რო ჯერა შენი და ერთი ადამიანს რო გამხრავს, დიდი მნიშვნელობა აქვს და მადლობა ბიჭებს ყველას, მწვრთნელებს, ექიმებს და ყველას, ვინც ჩემს მომზადებას შეიტანა წვრილი. დანარჩენი მე უნდა გავაკეთო. ზეგ ხუთშაბათს დილიდან დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული. მადლობა. უფალს კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის. აბა მოვძანდით. ეს არის ჩემი ოთახი, მოკლედ. ერთი კვირა აქ ვარ. ხო რა, ეს შეიკერები ბეცია. აღდგენი ესეც. ბანანი. აღდგენია ყველაფერი. პირველი რასი. ჯერ წყალი და მე აი ეს ელექტროლიტები არის. იაპონური არის და მაღალი დონის აღდგენია.
შიმშილის გზნობა, რავი, ორი დღე რო ვარჭამ აღარც მაქვს და აღარც გაქვს მე. ხო, უფრო წყურვილი არის რა. შიმშილითაც მე შევჭამ რაღაცეები მაქვს. შიმშილი უფრო რთულია. წყურვილი. წყურვილი უფრო რთულია. სასწორი, ხო, ეს. კონტროლებს სასწორითაც. ჩანთაში ჩავალაგე რაღაცეები. რამდენი გახსოვს? 100 გრამი მაქვს მეტი და დამაკლდება თავისით. ესეთ ხედზე ვართ. გადავინაცვლოთ მაღაზიაში. ჩაკაფული დავითრიე. წვენი არა აქვს ოღონდ ბევრი. საქონლის ავიღებ ატკნის არ მევასება. წვენი არა აქვს, ოღონდ ვეხვეწერო, მეთქი წვენიც ჩაასხით მეთქი რა. ჭამით არ მშია ეხა, რავი, დიდად რა. წყურია უფრო. ზოგადად ეგრეა რა, 2-3 დღის მერე ჭამის სურვილი აღარ გაქვს იმდენად. და უფრო წყურვილზე ხარ გადასული. ეხა წაუძინებ აწონებამდე, მაგრამ წეღა რო დამეძინა არ იქნებოდა კაი. აბა. ვახ, ბიჭო. ჩაკაფულმა გაუშვა. ეს ფილე. ეს ნაბეღლავი ჩვენი ნაკრების სპონსორი. არაჟანი. ეს რაღაც კაი არისო იძახიან და გავსინჯოთ აბა მე. მინერალებია რა, ვიტამინებია. ხო. თვალს რასაც უნდა იღებდა მე. მოცივაში. დღეს დავიწყებ რა, სითხეებს. ნუ წყალი მაქვს მაცივარში, წყალს დავლევ. მე ნაბეღლავი, ეს ვიტამინები. ნუ რა, მე დავიწყებ უკვე ჭამას რა, ეს არაჟანიც ბრინჯი მაქვს და ბრინჯს რო მოუხდეს. ჩაკაფული და ფილე. ეგ არის. ნაკეთ ვიტამინებს შეურევ მე ნელ-ნელა. გადავანაწილებ რა დღეს და ხვალ. ყველაფერს ხა დღეს ხვალ იმას წყალის უნდა დავლიო და. ეს არის რაც არის რა. წონები აქ არის თუ დარბაზში? აქ არის. 4-ზე. მეორე დღეს ხო გადაწონვაა ჩვენთან. ძიუდოში ან შეიძლება კომპიუტერმა ამოაგდოს მე სიტყვაზე ან სხვა ვერ გაიგებ რა 4 საგდებს რენდომულად პროგრამა. და არ უნდა იყოს 63-ზე მეტი, 3 კილოს უფლება გააქვს და მე რომ დაახლოებით 5-ს ვიმატებ ხოლმე დღეს რა ძილამდე. მე ძილშიც რაღაცა იწובה და დილით რო გავხურდები 63-ზე შემიძლია ჩამოვიდე თუ ამავალ გადაწონვაში. გადაწონა ასპარეზობამდეა თუ რომ მორჩევა? არა, გადაწონა ასპარეზობამდეა. სანამ დაიწყება. თუ ვერ ჩავაბარე მოიხსნები რა. ყოფილა ეგეთ შემთხვევებიც რომ მოუხსნიათ ვიღაცეები. კი. ეხლა ცოტას დავიზინებ. მეძინება და მე ვნახოთ რა. 1 საათი მაინც რო დავიზინო, კაი იქნება. როგორ ჩაიგე? არის. აი ნანატრი. წყალი. რა გზნობა? ой, აი, ეს. გავიტენებია შეიძლება. კარგს მივაწყა. Hello. არ მაქვს ხოლმე ფიქრები რაღაც შეჯიბრი და რაღაც. ჩვეულებრივი დღეა რა. ხო, ლექსომას. აი მოვალ 10 წუთში რა. შენ?
მე რა ვიცი აბსოლუტში ვარ გაჩქები. არ ხარ ვეთი აწონვაში ერთადაი. მართლა? აღაიერდი. კაი, მაშინ დავლებ. დავაი მე. კაი, მოიტანა წყალიერი. პარე მარგველას დაუყენოთ გვერდზე. მარგველას უწყოს მალევე. დაროვა. ციგარ. მადლობა. ჩემი თავი რა მაგარი ფოტოა. როგორ ხარ? გენაცვალე აბა ჩემპიონი აიხდა. გამარჯვებულობაში. აი მარგველა იქით არის. წამო მარგველასთან. ოხ. საით ხარ თე? ავი ახაო. აქ გავშალოთ? არა ხარ ასე. ზომიერად, შვიდაწნარად, არავითარ შემთხვევაში გეოპუბლიკამ არ აგიყოლოს. შინაგანად იგრძელი, რომ შენ დღეს ეკუთვნი შენ ქვეყანას, შენს ოჯახს, შენ წარმოაჩენ, შენს აი იმ ქართულ დიად სულს, რომელსაც დღეს ჭირდება წარმოჩინება. всё, ეს შენ იცოდე შიგნით, სული, სხეული დააკავშირე, სადაც გაგიჭირდება, იცოდე, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და იქ მოვმართე. იქ მიეცი სულიც, გულიც და ხორციც. სული და სხეული რო ჩამოხრჩება, თავგანწირვამდე ვეღარ მიდიხარ. ერთ-ერთი აი ერთად. ეს არ მოვკვდები, ძმა. პირიქით, დიდებას მოვიპოვეთ. და ბრძოლაში მოდის დიდება, ჩემი. მოუხსნელი და გაუკეთებელი და შეუსრულებელი მისია არ გავალია. მონაგები გაქვს, პროსტა გამეორებაო. და რახან ერთხელ გიქნია, მეორეჯერაც ისა. სოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილის გამარჯვება. მიუხედავად მაქსიმილიან კაიდერს გერმანია. Sehr schön, Max, weiter. Aserbaidschan Ahmad Yusifov. გიორგი სარდალაშვილმა გიორგი დავის 60 კილოგრამის ზონის კატეგორიის მერვე ფინალში. Aserbaidschan Ahmad Yusifov. მეგობრებო, მეორე ეტაპზე დასრულდა მეოთხე ფინალი.
Sabina Gilyazova, Russian Federation. მეგობრებო, მეორე ეტაპზე დასრულდა ნახევარფინალი გადაარჩევა გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს. ლაშა, ძალიან მაგარი ბიჭია, ხო? საოცარი. უფალს უყვარს, რაც ყველაზე მთავარია და გამოჩნდა კიდეც. მაგრამ ოქრო გვინდა დღეს და იმედია იქნება ღმერთის წყალობით. წარმატებები მთლიან გუნდს მინდა უსურვო. ჩემი შეძლებით. აია, ფინალი, მაგრამ ოქრო გვინდა რა. გამეორება, ცოდნის დედაა და გავიმეორებ. როა თული გამოვიდა. ხო, თული იყო და რა ვიცი. გოლო წამოვიდა მჯეროდა. დავაგდები და. მადლობა. ერთი და რომ მოკვდე. აი წარმოგიდგენთ დღეს ეს ამერც ყველაფერი შეწირე და ხვალდელი დღე იქნება ძალიან ბედნი. შეგიძლია ჩვეულებრივ გახვალ მაშინ ჩავიდე. ორი კურა დაგასვლა შეგვიძლია მოხდეს. შეჭამ. ერთი მოგეთმე. ოკეი. ნახოთ. ყოველს დაიწყო მარჯვენა ხელი. რო ის მური ახლა ის მარცხენა შენ სამუშაო, თუ გაუთიშე მე ყველა რაც მოგვივიდა ეხლა. დაიწყე დევნა მთელი სხვა კამის გაშვებაზე. თუ პროცესი მიდის, მე როგორც გადახვალ, მე როგორ ან ჩაგიწევ ან რაღაცა პროცესი უკვე ჩაფარცხულია რა მაგას. მე ისე თავი გამიწევ, ისე თავი გამიწევ. მან დარმოე ვამდა მარჯვენა ხელი, ის მარცხენა საბრძოლო ხელი ნახული გამწოდებული. რა ჩაოლებას მე იქ დავდო მე ახლოს ხარ. შენ მეჭდა ახლოში დავდო. ამათა მე უკვე გარბის პროცესში მე ახლოს მივიდი. უკვე შეცდომა სულში და მაგდროს უკვე შემზადდა ხარ მე კიდევ გავადი. ის მე ის. ო განეწყო კარგი მოწყო ყველაფერი მოუწ. არა მნიშვნელობა როგორ მოიგე, თავარია რომ მოიგე. არ არის აუცილებელი ყველა სიტყვანი მოიგე. თავარია შედეგამდე მივიდე. ასეებია. ო დაისმის. მოგეთო წუჩნენი და დამიწყო. სოფლიოს 2024 წლის ჩემპიონი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი.
შორის მარტო ნახევარფინალში ვინერვიულე, ისიც ჩემი ემოციებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, თორე დარწმუნებული ვიყავი, რომ უმედლოდ არ დავრჩებოდით. ამიტომ ყოველთვის იმედიანად ვარ, იმიტომ რომ გიორგი ტატამზეა. გამოსტილი მაქვს ყველანაირი ის მარცხი რა, აი რავი, მართლა ყველანაირი საჯები რო არ გეხმარებიან პირიქით რო არიან განწყობილი, რო იგებ და ისეც რო აგებ და ყველანაირი მარცხი ვიცი და არა უშავს რა მარცხი არა აი თავარია უმედლოდ არ დავრჩი ხო უმედლოდ დარჩენა ყველაზე ცუდი რა აი ხა ოლიმპიადაზე მაგალითად მე-3-თვის წავაგე და ეგ ალბათ 2-3 თვე იმაში ვიყავი დეპრესიაში რა ზია როგორ ზია მადლობა კარგად Thank you. Кто может сфоткать, пожалуйста? Сейчас. Thank you. გული არ გაიძახო. არა, ხო. ჰავა, მადლობა კიდევ ერთხელ ყველას გულშემატკივარს სპონსორს, ჩემს სპონსორს კრისტალსთან გავაგზავნებთ მზადებას. 4 ოქტომბერს გვაქვს სოფლიო. დაიმახსოვრეთ.